მოგესალმებით, მეგობრებო, ვიღაცა მეტყვის, მაქიდან ვიდეოების წერა ადვილიაო. მაგრამ მე მაინც ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, გამოვთქვა ჩემი აზრი. და მინდა ვთქვა პირველ რიგში სოლიდარობა, რა თქმა უნდა, ზურას, ჭავფარიძეს, რომელსაც ხვალ ალბათ სასამართლო ელის და შედეგი, რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცით. და სოლიდარობა ყველა პოლიტპატრონმა, სოლიდარობა ირაკლი ოქროაშვილს, რომელმაც პირველმა გადადგა ეს ნაბიჯი. და მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, რა თქმა უნდა, ხვალისთვის ამის ორგანიზება იქნება ძნელი, მაგრამ რავი თუ მოხერხდება, ალბათ კარგი იქნება ამ ხელისუფლების დასაყრდენი არის პოლიცია და სასამართლო პროკურატურა. და თუ კი მოხერხდება ხვალ აქციის გამართვა სასამართლოსთან ისეთი, რომ დილიდანვე და მოსამართლეებს არ მიცემს საშუალებას სასამართლოს შენობაში შესვლის, ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი დარტყმა ხელისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძნელი გასაკეთებელი, მაგრამ მე მგონია ამისთვის ამაზე ფიქრი და ამის ორგანიზება ალბათ დასაწყებია და იმ აქციების სხვა სიბრტყეში გადატანა იქნება საჭირო. ეს თუ ალბათ ხვალ ვერ მოხერხდება, არ ვიცი შემდეგ როგორ მოხერხდება, მაგრამ ის რომ არც პატიმრები, არც ადვოკატი საერთოდ აღარ უნდა დაესწრონ, ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ სასამართლოს, არ უნდა მივიდნენ და დარჩეს პროკურორი და მოსამართლე და იჭუკჭუკონ და გამოიტანონ განაჩენები რა. ბოიკოტი თუ არის, ბოიკოტი უნდა იყოს, ბოიკოტი და არალეგიტიმური, არა მარტო ხელისუფლება, არამედ არალეგიტიმურია სასამართლოს, პროკურატურაც და ყველა და აბსოლუტურად ყველას უნდა გამოუცხადდეს ბოიკოტი, არ უნდა მივიდეთ, მაინც გამოაქვთ თავისუფლაზე რაც უნდათ, სულ ფეხებზე კიდიათ ადვოკატის საუბარი, სულ ფეხებზე კიდიათ პატიმრების საუბარი, სულ ფეხებზე კიდიათ დოკუმენტაცია ხო და დაჯდნენ და მსოფლიოს დასანახად ილაპარაკონ მარტო პროკურორმა და მოსამართლემ, არც ხალხი არ უნდა მივიდეს და არ უნდა დაესწროს, მიიყვანონ თავის პოლიციელები და თავის ტიტუშკები და დაასრონ დარბაზს და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს თუ რა სასამართლო გვაქვს, თუ რა ხელისუფლება გვაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის განხორციელება მაინც შეიძლება ჩემი აზრით ყოველგვარი რეპრესიების, ყოველგვარი ჯარიმების და ყოველგვარი რაღაცის გარეშე რა, ანუ რა უნდა გინახა ძალით ხვალ წაგიყვანს ავტოგაზ და პატიმარი ეტყვის არ გავდივარ კამერიდან, არ ვესწრები, პროტესტს უცხადებს სასამართლო. რასიზამი რა ძალით ხვალ წამოიყვანებენ ახ პატიმარს. ისე მაგენი და ეგიცა მოსალოდნელი, მაგრამ და რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ის ფორმა, რა ფორმითაც ახლა ვებძვით ხელისუფლებას, ნელ-ნელა, რა ვიცი, ახლა მე გულის გატეხვას არ ვაპირებ, მაგრამ ნელ-ნელა რომ მილევა და ამ წუთას მომგებიან პოზიციაში არის ხელისუფლება და ჩვენ ყველანი მათ თამაშს ვთამაშობთ, მათ შემოთავაზებულ წესით ვთამაშობთ, ეს არის სახეზე და ეს არის ფაქტი. ყოველ შემთხვევაში ემიგრაციის გადმოსახედიდან მე ასე მეჩვენება შეიძლება ვწდები, ბოდიში თუ ვწდები, მაგრამ რო შესაძლებელია, რა ვიცი, მე დარწმუნებული ვარ და უფრო რადიკალური ფორმები რომ აქვს მისაღები და ჩვენი თამაშის წესები უნდა შევთავაზოთ ხელისუფლებას, ეს არის 2x2 4. ბოდიში მენტორული ტონისათვის, ბოდიში თუ რაღაც
ძალიან არალამაზად გამოდის ემიგრაციიდან ამის თქმა, მაგრამ შემტკივა გული ქვეყანაზე და მინდა რომ ეს ხელისუფლება რაც შეიძლება მალე დამთავრდეს და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჩემ ქვეყანაში.